ისტორიაში სხვადასხვა ცნობილი ადამიანების შესახებ ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი თუ მოვლენა არსებობს. თუმცა რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს, ერთად გავარკვიოთ. ნაპოლეონი იყო სიმაღლეში საკმაოდ დაბალი. ბავშვობაში აინშტაინი ცუდად სწავლობდა მათემატიკას. ტომას ედისონმა გამოიგონა ელექტრონათურა. ვოლტ დისნეიმ დახატა მიკი მაუსი. ნიუტონს თავში დაეცა ვაშლი და ამის შემდეგ აღმოჩნდა მსოფლიო მიზიდულობის კანონი. ეს ის ფაქტები და მოვლენებია, რაც ყველამ ვიცით, თუმცა თუ თითოეულ ისტორიას უფრო კარგად ჩავუღრმავდებით, შესაძლოა სულ სხვა რეალობა მივიღოთ. არსებობს მოსაზრება, რომ ალბერტ აინშტაინი სკოლაში ცუდად სწავლობდა მათემატიკას და მეტიც. ის მათემატიკის ერთ-ერთ გამოცდაში ჩაიჭრა კიდეც. მსგავსი მითი მოსწავლეების გასამხნევებლად გამოიგონეს და ის სინამდვილეს არ შეესაბამება. აინშტაინი საკმაოდ კარგად სწავლობდა მათემატიკას და 12 წლის ასაკში მან თავისით ისწავლა ალგებრა და გეომეტრია. გამოჩენილი ადამიანების შესახებ მითებზე საუბრისას არ შეიძლება გამოგრჩეს ნაპოლეონი. პირველი, რაც ამ ადამიანის შესახებ გვახსენდება, არის ცნობა, რომ ისტორიაში ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი ფიგურა სიმაღლეში ძალიან დაბალი იყო. გადმოცემის თანახმად ნაპოლეონის სიმაღლე მხოლოდ 1 მეტრი და 60 სანტიმეტრი ყოფილა. მაგრამ ეს ინფორმაცია გავრცელდა იმის გამო, რომ ფრანგული საზომი ერთეული ფუტი და ინგლისური ფუტი დიდი ხნის განმავლობაში თანაბარი ეგონათ. მას შემდეგ, რაც ზუსტად დაადგინეს ფრანგული ფუტის ერთეული, გაერკვა, რომ ნაპოლეონი 1 მეტრი და 70 სანტიმეტრი სიმაღლის ყოფილა. რაც იმ დროის ფრანგი მამაკაცის პირობაზე არც ისე ცუდი შედეგია. ნიუტონმა მიზიდულობის კანონი თავში ვაშლის დაცემის შემდეგ აღმოაჩინა. 1666 წელს ნიუტონის პირველი ბიოგრაფი უილიამ სტაკლი წერდა, რომ ვაშლის ხის ქვეშ, როდესაც ისინი ჩაის მიირთმევდნენ, ნიუტონმა აღნიშნა, რომ ზუსტად მსგავს ადგილას დიდი ხნის წინ აღმოაჩინა მიზიდულობის კანონი. სინამდვილეში არანაირი ვაშლი თავში მას არ დასცემია. ეს ისტორია დროთა განმავლობაში შელამაზდა და თაობიდან თაობას გადაეცა. თუმცა, თუ მიზიდულობის კანონის აღმოსაჩენად საჭიროა რაიმე ხილის თავში დაცემა, ეს ხილი შესაძლებელია ყოფილიყო ვაშლი, სხალი, კომში, ან თუნდაც რაიმე სხვა ნივთი. ალბათ გსმენიათ, რომ NASA-მ მილიონობით დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ სპეციალური საწერი კალმები შეექმნა, რომელიც კოსმოსში იმუშავებდა. საბჭოთა კავშირში კი ეს პრობლემა მარტივად გადაწყვიტეს. კოსმოსში ფანქარი წაიღეს. სინამდვილეში ამერიკელებმაც და რუსებმაც ორივემ თავდაპირველად კოსმოსში უწონადობის პირობებში ფანქარი გამოიყენა. აქედან გამომდინარე იმის თქმა, რომ NASA-ში ვერ მიხვდნენ იმ ფაქტს, რომ კოსმოსში ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ფანქრის გამოყენება იქნებოდა, სრული აბსურდია. ითვლება, რომ ყველაზე ცნობილი მულტიპლიკაციური პერსონაჟი მიკი მაუსი უოლტ დისნეიმ დახატა. მაგრამ სინამდვილეში მიკი მაუსის სტუდია უოლტ დისნეი პიქჩერსის ნომერ პირველმა ანიმატორმა, უბ აივერსკმა შექმნა. აივერსკი ცნობილი იყო იმით, რომ წარმოუდგენლად სწრაფად ხატავდა. მიკი მაუსის პირველი ფილმის შექმნისთვის უამრავი დრო იყო საჭირო. დღეში 700 სურათის დახატვა არც ისე ადვილია. აივერსკიმ კი ეს ანიმაცია ერთ კვირაში დაასრულა. უდიდესი გამომგონებელი. ტომას ედისონი, რომლის სახელსაც ელექტრონული ნათურის შექმნა უკავშირდება. თუმცა მის დაბადებამდე 40 წლით ადრე ნათურა ვინმე დეივიდ ჰამფრიმ შექმნა. ჰამფრის ნათურას შეეძლო შეუჩერებლად მხოლოდ 12 საათი ემუშავა. ედისონმა კი აღმოაჩინა მასალა, რაც ნათურას მუდმივობას შეუნარჩუნებდა, თუმცა არის ეს აღმოჩენა თუ უბრალოდ აღმოჩენის განვითარებაა? ისტორიაში არსებობს კიდევ ძალიან ბევრი მოვლენა, რაც შესაძლებელია შელამაზებულად მოდის ჩვენამდე.
სხვადასხვა ფაქტები ცნობილ ისტორიულ ფიგურებსა თუ შემთხვევებზე. ასე რომ დაფიქრდით, შემდეგში სანამ რაიმეს დაასაბუთებთ, რადგან ეს შესაძლოა უბრალოდ მითი იყოს.